Трішки спойлеру від міністра закордонних. პატარა მინიშნება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრისგან. მან მითხრა, რომ ნიდერლანდები გახდება ის ქვეყანა, რომელიც დააინიცირებს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენ მადლობას ვუხდით მას. Злочинів. Безумовно, ми підтримуємо політику. ხარს უჭერთ შეერთებული შტატების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მიწოდება შეზღუდოს, რადგან რუსეთის შემოსავლის წყარო ესაა. ომი რომ არ ყოფილიყო, ეს მხოლოდ რუსეთის საქმე იქნებოდა. თუმცა ახლა ეს უკრაინას, ევროპის უსაფრთხოებასა და მთელ მსოფლიოს ეხება. იმიტომ რომ რუსეთი ბუნებრივი აირითა და ნავთობით ნაშონ ფულს ომში ხარჯავს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესაზღუდად. 2028 წლამდე ევროპას გადაწყვეტილი აქვს რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნულამდე დაყვანა. ჩვენ გვსურს, რომ ეს კიდევ უფრო მალე მოხდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროცესი გარდაუვალია. ამერიკული სანქციების შემოღებას რეაქცია მოჰყვა, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქციების მე-19 პაკეტის ამოქმედებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინდოეთის რეაქცია აშკარაა. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ახლა კი დარჩა ჩინეთი, რომელიც რუსული ენერგიისა და ენერგორესურსების მთავარი იმპორტიორია. თუ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს ჩინეთთან მოლაპარაკებას ან შეთანხმების მიღწევას იმპორტის შესამცირებლად, ჯერა რომ ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება. გზავნილი მარტივია. გვქონდა სატელეფონო საუბრები სი ძინპინთან. მან დამარწმუნა, რომ რუსებს იარაღს არ მიჰყიდდა. თუმცა ჩინეთმა რუსეთის ფედერაციას იარაღის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა მიაწოდა. იმასაც ვხედავთ, რომ პეკინი რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. შევხვდით ჩინელ დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ისინი ტყვე დავიყვანეთ. ამრიგად ძალიან გვინდა, რომ ჩინეთმა რუსეთს ეწოლა გააძლიეროს, რათა ომი დასრულდეს და მის გახანგრძლივებას ხელი არ შეეწყოს. Імпорт